აი რა გაკმაყოფილებს, რა არ მოგწონს, რა შეცვლილი ამ შენს ყოველდღიურობაში. ეხლა იცი როგორი რთული კითხვა დამისვი, რაზეც კამარაში დავდივარ, იმაზე და მეკითხები. ანუ იდეაში ყოველდღიურად ადამიანები ჩვეულებრივად იღვიძებენ, რაღაც საუზმობენ, შხაპს იღებენ, სამსახურში მიდიან და არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ არ ვიყო აი ასეთი რუტინის მსხვერპლი თუ ნებაყოფლობითი მონაწილე და აი ამისთვის ვაკეთებ ყველაფერს, იმიტომ რომ თუ არ გინდა რომ იყო ერთ-ერთი მათგანი დაზომბებული ხალხის მსგავსი, რომლებიც მთელი თავიანთი ცხოვრება ცხოვრობენ ერთნაირად, მაშინ უნდა იცხოვრო შენი ცხოვრების რაღაც ნაწილი განსხვავებულად და 1000 ჯერ უფრო დატვირთულად. იმისთვის რომ მე მოიპოვო უფრო დიდი კომფორტი, ანუ რაღაცით ანუ არ მინდა რომ ცუდად შევეხო, მაგრამ რელიგიას გავს. ჩემთვის ეს 64 და ცხოვრება არის ის პერიოდი, ის ახალგაზრდობა, რომელშიც გაქვს ყველაზე მეტი ძალა რაღაცეების გასაკეთებლად. და 64-ს ან ჯოჯოხეთს მოიპოვებ იმ შემთხვევაში, თუ ამ ძალას და ამ დროს და ენერგიას გამოიყენებ სწორად და მიზანმიმართულად და რაც მთავარია, მიზანი გექნება მკაფიო. და მიუხედავად იმისა, რომ მიზანი არ მაქვს მკაფიო, ანუ ძალიან კონკრეტული რაღაცა, ვიცი ერთადერთი რაღაც, რომ არ მინდა 10 წლის მერე მეტროში ჩავდიოდე სამსახურიდან დაღლილი და მივდიოდე ორ შვილთან და დანერვოზებულ ცოლთან და მხვდებოდეს გაზის ქვითარი და ამაზე ვნერვიულობდე. ქალაქი სავსეა ზუსტად ასეთი ზომბებით, რომლებიც დადიან, მიდიან, მოდიან, მით უმეტეს თბილისში. დაჟე თბილისში ისეთი ზომბები არიან, რომლებიც არსად არ მიდიან, ერთ ადგილას დგანან და არც გონებით არ მიდიან არსად და ყველაზე ცუდი რაც არის, არც უნდათ არსად წასვლა. არ აინტერესებთ არაფერი, ელოდებიან უბრალოდ ვერც ხვდებიან რომ ელოდებიან, მაგრამ ელოდებიან სიკვდილს. სხვა არაფერს. ფანჯარას რო ვერ წვდები და ფეხის წვერებზე რო დგახარ, რომ შეიხედო როგორმე. აი ესეთი ადამიანებით არის სავსე. უნდათ რომ ვიღაცებისგან თავს მოხეულ შენობებში შეიჭყიტონ როგორმე. არა და სინამდვილეში არაფერი არ არსებობს ისეთი ადგილი, შენობა, სადაც გამორჩეული და კარგი ტიპები არიან რა. და აი ეს სიყალბე მიშლის ყველაზე მეტად ნერვებს და როცა ვამბობ რომ სოციოპათი ვარ, ანუ შეიძლება არც მესმის ბოლომდე სოციოპათიის აზრი, უბრალოდ იმათ ფონზე მე უბრალოდ გარშემო დავდივარ ამ შენობის და არ ვაღიარებ და არ მაინტერესებს შიგნით რა ხდება, იმიტომ რომ ვიცი რა სიყალბეა. ამ ძალიან საინტერესო გადაკვეთა არის ის მომენტი, რომ რეალურად არც ერთ კონკრეტულ შენობას არ ვახსენებდი, მაგრამ თუ ამას გადავიტანთ სინამდვილეში, სუფთა ემოციური დამოკიდებულებიდან გამომდინარე მომწონს მაღალი შენობები.
როცა ხარ მაღლა, ხარ მარტო. და რეალურად აი ამ ორი რაღაცის შერწყმა რა ფიზიკურის და არაფიზიკურის, ჩემთვის ეს მაღალი შენობები რა. გონია რომ ქალაქში, რომელშიც მაღალი შენობები არ არის, ვერ იქნები მაღალი მენტალურად და გონებრივად. წერდი, მაგრამ ძალიან დიდი პაუზა მქონდა და მერე გავაგრძელე წერა. ყველა ჩემი ეს ნაწერი იყო ძალიან აგრესიული. ანუ არა პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ სადღაც უკან იგრძნობოდა ძალიან დიდი, როგორ ვთქვა, სადიზმი და სისხლი. ალბათ ზუსტად ეს მანარჩუნებინებს ნორმალური ადამიანის სახეს შინაგანი დემონების გამოშვება წერით. თორე რო არ წერდე, ალბათ ისეთი ვიქნებოდი, როგორიც ჩემი ნაწერებია და ვიქნებოდი ძალიან ცუდი ადამიანი. ანუ აქედან გამომდინარე წერა მხდის უკეთეს. არ ვიცი.